დანის განხილვების დროს არა მარტო ჩემგან, არამედ დარწმუნებული ვარ ბევრი სხვისგანაც მოგესმენიათ, რომ უმნიშვნელოვანესია განისაზღვროს რისგან არის დამზადებული დანა, ანუ დანის პირი და მისი ფოლადის შემადგენლობა. ასე რომ დღევანდელი ვიდეო მინდა მიუძღვნა რა განსაზღვრავს დანის ხარისხს და კერძოდ ფოლადის ძირითად მახასიათებლებს. დანის არჩევა მხოლოდ დიზაინით და ზომით არ შემოიფარგლება. მისი ხარისხი პირველ რიგში განისაზღვრება იმ ფოლადის შემადგენლობით და თვისებებით, რომლისგანაც დამზადებულია პირი. სწორედ ფოლადის ქიმიური შემადგენლობა და მისი თვისებები განსაზღვრავს დანის სიბასრეს, გამძლეობას, კოროზიისადმი მედეგობას და მოვლის სირთულეებს. რატომ არის ფოლადის შემადგენლობა გადამწყვეტი? ფოლადის შემადგენლობა გულისხმობს სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ერთობლიობას, რომლებიც საერთო ჯამში განსაზღვრავს ფოლადის თვისებებს. მოდით ვისაუბროთ ძირითად ელემენტებზე, რომლისგანაც შედგება დანის ფოლადი და მათ თვისებებზე. ნახშირბადი იგივე კარბონი. ფოლადის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ზრდის მის სიმტკიცეს, ჭრის, ანუ სიბასრის უნარს და რაც უფრო მაღალია მისი შემცველობა ფოლადში, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს პირს დანა, მაგრამ ერთი მინუსიც აქვს, რომ უფრო მსხვერპლადია მაგალითად და ვერ უძლებს დიდ დატვირთვას ყუაზე დარტყმით ან ძალდატანებით. ქრომი პასუხისმგებელია კოროზიისადმი მედეგობაზე. რაც უფრო მაღალი შემცველობაა ფოლადში ქრომისა, მით უფრო ნაკლებია მისი შანსი, რომ დანა დაიჟანგოს და შესაბამისად უჟანგავი ფოლადი აუცილებლად შეიცავს ამ ელემენტს. ვანადიუმი ზრდის ცვეთისადმი მედეგობას და ფოლადს უფრო გამძლეს ხდის. მანგანუმიც ასევე აუმჯობესებს სიმტკიცეს და სიმკვრივეს. ნიკელი ზრდის ფოლადის ელასტიურობას და დარტყმისადმი მედეგობას. კობალტი აძლიერებს დანის სიმტკიცეს, თუმცა მისი დიდი შემცველობა, ისევე როგორც ნახშირბადისა, ზრდის ალბათობას იმისა, რომ პირი შეიძლება გახდეს მსხვერპლადი. ფოლადის ხარისხის მიღმა აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ არის დამუშავებული შემდგომ ეს ფოლადი. პირველ რიგში უდიდესი მნიშვნელობა დანასთან მიმართებაში ენიჭება თერმულ დამუშავებას. თერმული დამუშავება არის, როდესაც ფოლადი გაცხელდება, გაგრილდება და გამაგრდება იმ დონეზე, რომ გახდეს გამოყენებადი. ეს არის რთული პროცესი და არსებობს უამრავი მეთოდიკა და სხვადასხვა ბრენდი სხვადასხვა მეთოდს იყენებს, ასე ვთქვათ, თერმული დამუშავების იგივე გამოწვრთობისა. თერმული დამუშავების მერე აუცილებლად ყურადღება მისაქცევია პირის გეომეტრია, რომელიც პასუხისმგებელია ჩხლეტაზე, ჭრაზე, მოჩეხვაზე და ასე შემდეგ. რჩევას რაც შეეხება როგორ შეიძლება ავარჩიოთ სწორი ფოლადი ჩვენი danისთვის, მანდ არის რამდენიმე ესეთი ფაქტორი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველი ეს არის რაში გვჭირდება დანა. მაგალითად, ჩვენ თუ ვაკეთებთ ესეთ საქმეს, როცა ხშირად ბლაგდება დანა, ამ შემთხვევაში უნდა მივაქციოთ ყურადღება სიბასრეს და მარტივ გალესვადობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დაგვჭირდება მაღალი ნახშირბადის ფოლადები, რომლებიც შედარებით ადვილად ილესება, თუმცა დიდხანსაც ინარჩუნებს პირს. მაგალითად, თუ ჩვენ ვეძებთ დანას, რომელიც ყოველდღიურობაში უნდა გამოვიყენოთ და ეს დანა შეიძლება დასველდეს, გავჭრათ, გამოვჭრათ, ძალა დავატანოთ და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში საშუალო კლასის უჟანგავი ფოლადებია ის, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მძიმე სამუშაოებისათვის, აი ბუშქრაფტისთვის, ლაშქრობებისთვის და ასე შემდეგ, აი ამ შემთხვევაში უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ მაღალი სიმტკიცის და ცვეთამედეგობის მქონე ფოლადებს. ბოლოს კი ერთ რაღაცას დავამატებთ, რომ დანის ხარისხის სწორად შეფასება შეუძლებელია ფოლადის თვისებების გააზრების გარეშე. ქიმიური შემადგენლობა, დამუშავების მეთოდი, თვითონ დანის კონსტრუქცია, პირის გეომეტრია განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად და დიდხანს იმუშავებს თქვენი ინსტრუმენტი. და ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ აუცილებლად, რომ არ არსებობს ბუნებაში არ არსებობს იდეალური და უნივერსალური დანა. არსებობს მხოლოდ ის დანა, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს კონკრეტულ საჭიროებას. ეს იყო და ეს. მადლობა.